პრაქტიკა კონკრეტულად ქალბატონებისთვის. დღეს გასწავლით ძალიან ძლიერ და რაც თავარი არის უსაფრთხო პრაქტიკას, რომელიც ქალბატონებს ძალიან დაგეხმარებათ და გარკვეული საკითხების მოგვარებაში, ასე ვთქვათ, ძალიან ხელს შეგიწყოთ. არსებული პრაქტიკა არის მათთვის, ვისაც უნდა რომ თავის ცხოვრებაში მოიზიდოს ბედნიერება, სიყვარული, სიხარული და ზოგადად წარმატება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები იყვნენ გარკვეული სახის წნეხის ქვეშ. ეს იქნებოდა ზოგადი გარემოდან გამომდინარე სიტუაციები, თუ ზოგადი შიდა ოჯახური სიტუაციების მდგომარეობა. შესაბამისად, ძირითად შემთხვევაში ქალბატონებზე ეს ყველაფერი უფრო მეტად აისახებოდა და ქალები უფრო მეტად ზარალდებოდნენ სიტუაციურად შეიძლება ითქვას. შესაბამისად, არსებული პრაქტიკა არის დალოცვა 7 ასე ვთქვათ თაობის საგვარეულო კუთხით, ხო, ქალბატონებისთვის. ზოგჯერ იყო არსებულ ურთიერთობებში ღალატის მომენტი, იყო ჯადოების თემა ძალიან პოპულარული სიტუაციურად, იყო ზოგადად ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, შურის თემები, იყო ძალიან ბევრი ბოროტული საქციელები. შესაბამისად, ეს ყველაფერი პროგრამები რომ არ გადმოვიდეს ქალბატონებზე, ქალებზე, ესე ვიტყოდი, თქვენი წინაპრებიდან, თქვენი საგვარეულოდან, დღეს გავაკეთებთ ერთგვარ გასწავლით როგორ დალოცოთ თქვენი მომავალი, თქვენი ასე ვთქვათ, საგვარეულო კუთხით და როგორ მოიხსნათ ეს ყველაფერი ბლოკები და პროგრამები, რაც შეიძლება რომ საგვარეულო კუთხით გადმოსული იყოს ქალის ხაზიდან ქალის ხაზზე. მას შესაძამე რას ვაკეთებთ? ადგებით, ჩვეულებრივ, სასურველი არის რომ არსებული პრაქტიკა გაკეთდეს დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 1-დან 2 საათამდე მაქსიმუმ. იქამდე შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგის შემდეგ უკვე არ არის რეკომენდებული. მიხვალთ ჩვეულებრივ ფანჯარასთან, სადაც ცხოვრობთ და დაიწყებთ შემდეგი სიტყვებით. 7 ჯერ უნდა გაიმეოროთ არსებული სიტყვები და 7 თაობა იგულისხმება თქვენი წინაპრების. დედა, ბებია, ბებიის დედა, და ასე შემდეგ, ანუ მოიხსენიებთ, ხო? და რას ვაკეთებთ? მივდივართ ფანჯარასთან, შევხედავთ მზეს, ისეთ დროს ვაკეთებთ არსებულ პრაქტიკას, როდესაც იქნება კონკრეტულად მზიანი ამინდი, შეხედავთ მზეს და თავს დახრით, ხელებს ესე გააკეთებთ და თავს დახრით და იტყვით: დედა, დამლოცე, ჩემი ბედნიერება იყოს ჩემთან. მქონდეს წარმატება, მქონდეს ხვავი, ბარაქა, ბედნიერება პირად ურთიერთობებში, ყველაფერი თქვენი სიტყვებით, რაც გინდათ, რომ თქვენ ურთიერთობაში გქონდეთ. არ აქვს მნიშვნელობა დედა ცოცხალი არის, არ არის ცოცხალი, ეს უბრალოდ არის თხოვნა იმის, რომ თქვენი ცხოვრებაში იყოს კონკრეტული არსებული ენერგიები. მერე იტყვით, ამ შემთხვევაში უკვე ბებია, ხო, დედის დედაზე არის აქცენტი გამახვილებული, ანუ ქალის ხაზიდან ქალის ხაზზე. შემდეგ იტყვით ბებია, სახელი თუ იცით არსებული ადამიანის, იტყვით დამლოცე, იყოს ჩემ ცხოვრებაში ბედნიერება, სიყვარული, სიხარული, პოზიტიურობა, ხვავი, ბარაქა, მაშორე ყოველივე ცუდი, თქვენი სიტყვებით ის, რაც გაგიხარდებათ, რაც თქვენთვის პრიორიტეტული არის, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. შემდეგ უკვე ბებიის დედაზე იქნება საუბარი. თუ ინფორმაცია გააქვთ და იცით კონკრეტულად თქვენ 7 თაობაზე დედის დედებს რა ერქვათ, ხო? შესაბამისად შეგიძლიათ კონკრეტული სახელებით ჩამოთვალოთ, მაგრამ თუ არ იცით, მაშინ ესეთ აიტყვით დედა, ბებია, ბებიის დედა, ბებიის დედის დედა და ასე შემდეგ მიყვებით 7 თაობამდე და 7 ჯერ გააკეთებთ ესე ხელით და თავს დახრით, მზეს რო შეხედოთ და თავს დახრით და ამ სიტყვებს იტყვეთ, რაც გავიმეორე. შინაგანად უნდა იყოს წამოსული ეს ყველაფერი თქვენთვის, შინაგანად უნდა გრძნობდეთ ან ემოციას, უნდა გინდოდეთ ამ ყველაფერი პროგრამების განულება და მიღება დალოცვა თქვენი საგვარეულო კუთხიდან. ნებისმიერი ადამიანი თავისი საგვარეულოს გარეშე, ეს იგივე არის ხე იყოს თავისი ფესვების გარეშე. შესაბამისად, ნებისმიერი მცენარე იქნება თუ ხე, რომელსაც არ გააჩნია ფესვები, ის ვერ იხარებს და ვერ აყვავდება ისე, როგორც საჭირო არის. საკმაოდ ძლიერი პრაქტიკა არის, საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდხნიანი არის, გამოცდილების კუთხით არსებული პრაქტიკა და ვიმედოვნებ თითოეულ თქვენგანს სრულიად დაგეხმარებათ იმ ძველი პროგრამების მოხსნაში, რაც შეიძლება იყოს ოჯახში კონფლიქტური თემები, ოჯახში ღალატის მომენტები, დაშორების სიტუაცია, განხეთქილება და ასე შემდეგ. გისურვებთ წარმატებას, მშვიდობას, სიტუაციების დალაგებას, ბედნიერებას და ყოველივე კარგს. იყავით ბედნიერები, იყავით მუდმივად ლამაზები, იყავით მუდმივად პოზიტიურები. ნახვამდის.